ოკეანის მიღმა არსებული რეალობა. მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ ის კინემატოგრაფიული კადრები, რომლებსაც ჰოლივუდის ფილმებში ვხედავთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ, შრომობენ და ფიქრობენ ამერიკელების სინამდვილეში. ამერიკა ხომ მხოლოდ ნიუ-ჯიორკის სათამბჯენები ან კალიფორნიის პალმები არ არის, ეს არის უზარმაზარი ქვეყანა, სადაც ყოველდღიური ცხოვრება შრომის, ოპტიმიზმისა და დაუწერელი წესების საოცარი ნაზავია. ხშირად მეკითხებიან, მართლა ღრია თუ არა ფული ქუჩაში ამერიკაში. სიმართლე გითხრათ, აქ ფული არა ქუჩაში, არამედ იმ ადამიანების ენერგიაშია, რომლებიც დილის 5 საათზე დგებიან, რომ საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ. მოდით, ნაბიჯ მივხვეთ ამ დიდ ისტორიას. ნაწილი პირველი, სად მუშაობს ამერიკა? თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ამერიკელების უდიდესი ნაწილი დაახლოებით 80% მომსახურების სფეროშია დასაქმებული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთ დიდ მძლავრ მექანიზმს ჰგავს, სადაც ყველა ერთმანეთს ემსახურება. განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს ჯანდაცვის სფერო. ამერიკაში ექთანი ან ექიმი ყოფნა მხოლოდ პროფესია არა, ეს სტატუსია. საშუალო სტატისტიკური ექთნის შემოსავალი წელიწადში 70,000-დან 80,000 მერყეობს. წარმოიდგინეთ, ეს ხალხი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ფენაა. ტექნოლოგიური სექტორი კი ცალკე სამყაროა. სილიკონ ველიდან დაწყებული, ტეხასის ახალი ტექნოლოგიური ჰაბებით დამთავრებული, პროგრამისტები და მონაცემთა ანალიტიკოსები თანამედროვეობის გმირებად იქცნენ. მათი ანაზღაურება ხშირად $100,000 აჭარბებს, თუმცა ამის უკან უძილო ღამეები და მუდმივი სწავლა დგას. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამერიკა მხოლოდ ოფისებია. აქ ძალიან აფასებენ ფიზიკურ შრომასაც. მაგალითად, სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც მთელ კონტინენტს კვეთენ, ხშირად $70,000-ზე მეც გამოიმუშავებენ. ამერიკაში ნებისმიერი შრომა, რომელიც კეთილსინდისიერად სრულდება, დაფასებულია. ნაწილი მეორე, დამატებითი შემოსავალი და გვერდითი საქმე. ამერიკელებს აქვთ ერთი საინტერესო თვისება, მათ არასდროს ყოფნით მხოლოდ ერთი შემოსავალი. აქ ძალიან პოპულარულია ტერმინი side hustle, რაც ქართულად გვერდით საქმეს ან დამატებით შემოსავალს ნიშნავს. 95%-ზე მეტ ამერიკელს აქვს რაიმე სახის დამატებითი საქმე. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილით ბანკში მუშაობს, საღამოს კი Uber-ით ტაქსაობს, ან საკვები მიაქვს მისამართებზე. ეს აქ სირცხული კი არა, პირიქით სიამაყის საგანია. ხალხი ცდილობს გამოიყენოს ყველა წუთი, ზოგი ინტერნეტით ყიდის ძველ ნივთებს, ზოგი ფრილანსერად მუშაობს გრაფიკულ დიზაინზე, ზოგიც კი საკუთარ ეზოში მოყვანილ პროდუქტს ყიდის შაბათ-კვირის ბაზრობებზე. ამერიკელების თითქმის ნახევარი კი ფულს საფონდო ბირჟაზე აბანდებს. მათთვის აქციების ყიდვა ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ჩვენთვის პურის ყიდვა. ისინი ფიქრობენ მომავალზე, პენსიაზე და ცდილობენ, რომ ფულმა მათთვის იმუშაოს. ნაწილი მესამე, საკრედიტო კულტურა და ცხოვრების წესი. ახლა კი მინდა ერთ მნიშვნელოვან თემაზე გესაუბროთ, რომლის გარეშეც ამერიკული ცხოვრება გაუგებარი დარჩება, ეს არის საკრედიტო სისტემა. ამერიკა კრედიტზე დგას. აქ ადამიანს აფასებენ არა იმით, თუ რამდენი ნაღდი ფული უდევს ჯიბეში, არამედ მისი საკრედიტო ქულით. თუ გაქვს მაღალი საკრედიტო ქულა, შენთვის ყველა კარი ღიაა. შეგიძლია იყიდო სახლი დაბალი პროცენტით, გამოიყვანო ახალი ავტომობილი სალონიდან და ისარგებლო საუკეთესო პირობებით. მაგრამ თუ ეს ქულა დაბალია, ცხოვრება ძალიან რთულდება. ამიტომ ამერიკელები ბავშვობიდან სწავლობენ ფინანსურ პასუხისმგებლობას. სახლები გარეუბნებში, ეს არის კლასიკური ამერიკული ოცნება. წარმოიდგინეთ მწვანე გაზონი, თეთრი ღობე და ორი ავტომობილი ავტოფარეხში. ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა. შაბათ-კვირა ამერიკელებისთვის ხშირად გაზონის კრეჭასთან, სახლის შეკეთებასთან და ოჯახურ ბარბეკიუსთან ასოცირდება. ისინი ძალიან აფასებენ საკუთარ პირად სივრცეს. ნაწილი მეოთხე, დროფულია, სამუშაო ეთიკა. ამერიკული სამუშაო ეთიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. საშუალო სტატისტიკური თანამშრომელი კვირაში 40 საათზე მეც მუშაობს, ხოლო წლიური შვებულება ხშირად მხოლოდ 2 კვირაა. ბევრი ამერიკელი წლების განმავლობაში არ ისვენებს, რადგან კონკურენცია დიდია და ყველა სურს წინსვლა. დროფულია, ეს ფრაზა აქ ჰაერში ტრიალებს. პუნქტუალურობა და ეფექტურობა ყველაფერია. თუ შეხვედრაზე 5 წუთით ადრე არ მიხვალ, ეს ნიშნავს, რომ უკვე აგვიანებ. თუმცა ამ სიმკაცრის მიუხედავად, ამერიკელები ძალიან კომუნიკაბელურები არიან. მათ შეუძლიათ სრულიად უცხო ადამიანს მაღაზიის რიგში გაუღიმონ, კომპლიმენტი უთხრან ან ამინძე ესაუბრონ. ეს ეხმარებათ მათ ყოველდღიური სტრესის დაძლევაში. ნაწილი მეხუთე, შესაძლებლობების ქვეყანა. ბოლოს კი მინდა გითხრათ, რატომ რჩება ამერიკა მაინც მიზიდულობის ცენტრად. ეს არის ქვეყანა, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყავი გუშინ. თავარია, ვინ გინდა იყო ხვალ.
აქ წარმატება არ არის დამოკიდებული შენს გვარზე ან ნაცნობობაზე, ის დამოკიდებულია შენ შრომის მოყვარეობაზე. ამერიკა არ არის სამოთხე, სადაც პრობლემები არ არსებობს. აქაც არის მაღალი გადასახადები, ძვირადღირებული ჯანდაცვა და რთული ყოველდღიურობა. მაგრამ აქ არის ერთი რამ, რაც ბევრგან აკლიათ. ეს არის იმედი და რწმენა იმისა, რომ თუ ბევრს იშრომებ, აუცილებლად მიაღწევ შედეგს. დასკვნა. დღეს ჩვენ მხოლოდ მცირედით შევეხეთ ამ უზარმაზარ თემას. ამერიკული ცხოვრება მრავალფეროვანია, ის არის დაღლილი მუშის ხელები, პროგრამისტის დაღლილი თვალები და იმ ემიგრანტის ღიმილი, რომელმაც პირველი საკუთარი ბიზნესი გახსნა. იმედი მაქვს ეს ინფორმაცია და გეხმარებათ უკეთ გაიგოთ, როგორც უმტკავს ეს ქვეყანა. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე. ჩართე ზარის ღილაკი და არ გამოტოვოთ ჩემი ვიდეოები.